ბალეტზე ვისაუბრებთ. საქართველოში პირველი მოდერნ ბალეტის დასი შეიქმნება. ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ხმაზე განაცხადეს. საბალეტო დასისა და სასწავლებლის შექმნის იდეა ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძეს ეკუთვნის, რომელიც წარმოადგენს ნეოკლასიკისა და მოდერნის ჟანრში აქამდეც დგამდა. ახლა ეს სპექტაკლები დასთან ერთად ახალ სიცოცხლეს დაიწყებს. თამარ დარახველიძე დაგვაცნობს ქართული ბალეტის ახალ ტენდენციებს. რუსთაველის თეატრის სცენაზე გალაქტიონის ხმა მთაწმინდის მთვარეს კითხულობს. ეკრანზე გიორგი ალექსიძეც ეყვავს. სცენაზე კი მისი შვილი ასრულებს პარტიას. მათ შორის ქორეოგრაფიული კავშირია, რომელიც სცენიდან თანამედროვე ბალეტის მოძრაობით გადმოიცემა. ახლა უკვე ეს სპექტაკლი ახალ ცხოვრებას იწყებს. სულ მალე ჩვენს ქალაქს გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი და სკოლა შეემატება. მე ვფიქრობ, რომ პირველი სპექტაკლი უნდა იყოს გალაქტიონის ლექსებზე დადგმული, რომელიც მე განახორციელე 2009 წელს. ეს იყო 40 წუთიანი დადგმა მაშინ და ეძღვნებოდა გიორგი ალექსიძის გარდაცვალებიდან 1 წლის თავს. და ისე კარგად ემთხვევა, რომ წელს არის გალაქტიონის წელი და მინდა რომ ჩემი პირველი დადგმა იყოს ასევე დასის ფარგლებშიც პირველი დადგმა. მე-20 საუკუნის დასაწყისში მარტა გრაჰამმა საბალეტო ისტორიაში ახალი სიტყვა თქვა. ნეოკლასიკისა და მოდერნ ბალეტის სტილმა მთელი ევროპა მოიცვა. საქართველოში კი მიმდინარეობამ ფოლკლორიდან აიღო მასალა და გაჩნდა ახლებური, ყველასგან გამორჩეული პლასტიკა. ამ მიმდინარეობას კი განვითარება სჭირდებოდა. მოდერნ ბალეტის დასის ჩამოყალიბების იდეა ჯერ კიდევ გიორგი ალექსიძეს გაუჩნდა. გეგმები მის გარეშე, მაგრამ მისმა შვილმა განავითარა. იდეამ სახელმწიფო თანადგომა დაიმსახურა. ერთ-ერთი უნიშნულოვანესი კომპონენტი ამ ინიციატივის გახლავთ ის, რომ დასის ბაზაზე ასევე იქმნება თანამედროვე ბალეტის სკოლა, რომელიც საშუალებას მოგცემს იმისა, რომ თანამედროვე ქორეოგრაფია, თანამედროვე ბალეტი, მოდერნისტული ხედვები, თანამედროვე ცეკვის თეატრში იქნეს განვითარებული და ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, ჩვენს მომავალ თაობას, იქნეს მაქსიმალურად გამოყენებული. გიორგი ალექსიძის ქალიშვილმა არაერთი წარმოდგენა რამდენიმე დამოუკიდებელ გასტროლზე ევროპის სხვადასხვა ქალაქში უკვე რამდენჯერმე შეასრულა. მისი როლები 8 წლის ასაკიდან დაიწყო და მასთან ერთად გაიზარდა. ახლა უკვე ციურიხის საბალეტო სკოლის კურსდამთავრებული და ამავე ქალაქის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი მოცეკვავე ნეოკლასიკისა და მოდერნიზმის მიმართულებით ცეკვის ახალ სამყაროს შექმნის, რომელიც პირველი პრეცედენტი იქნება საქართველოში.